დიახ, მამა გიორგი, ასეთი თემა არის რა და თუ შეგიძლიათ რომ გააგვეხსნათ. ეკლესიის რაობის შესახებ. რა არის ეკლესია? დიახ, ეკლესია სიტყვა ბერძნული სიტყვიდან მოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ უხმობ ვეძახი, ანუ ღვთისგან დაძახებული ხალხის ერთობაა, საღვთო სახლი. ძველი აღთქმის ეკლესია არსებობდა უფლის მოსვლამდე და უფლის განხორციელების შემდეგ ახალი აღთქმის ეკლესია თავად მან დააარსა და ამ ეკლესიას წმინდა პავლე მოციქული და სხვა მამებიც განმარტავენ, უწოდებენ ქრისტეს სხეულს. ანუ საიდუმლოდ, ასე ვთქვათ, მისტიკურად ეკლესია ქრისტეს სხეულს წარმოადგენს. და ეკლესია არის ერთი, რამდენადაც ქრისტეს სხეული ერთია. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ წამსში, რომელიც შედგა მსოფლიოს პირველ და მეორე საეკლესიო კრებაზე, რომ ჩვენ წამს ერთი ეკლესია. ერთი, არა ორი. ეკლესია ერთი რას ნიშნავს? ანუ ეკლესია ისტორიულად ჩამოყალიბდა ჩვენ ვიცით იერუსალიმში და შემდეგ განიფინა სხვადასხვა ქალაქში თავიდან, სხვადასხვა მხარეში, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში, შემდეგ სხვადასხვა კონტინენტზე, მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეკლესია ერთი რჩება. ანუ ის თითქოს და გაიყო ნაწილებად, მაგრამ ერთიანობაში რჩება რის მიხედვით? სულისკვეთების მიხედვით, ანუ სულიერად, სწავლების მიხედვით, თუ ორი ეკლესია, რომელიც ძლიერ არის ერთმანეთისგან დაშორებული, მდებარეობით ერთ სწავლებას მისდევს, ის ერთ ეკლესიად ითვლება. და მაგალითად მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება, იქადაგეს სხვადასხვა ქვეყანაში და შემდეგ იქ დააარსეს უკვე ეკლესიები, მაგრამ ის ეკლესიები შედის იმ მთავარ, ასე ვთქვათ, ეკლესიაში, რომელიც თავიდან იქნა ნაქადაგები, თავიდან დაარსდა. ანუ დედა ეკლესია, როგორც ასეთი ისტორიული გაგებით, ეს იერუსალიმის ეკლესია. თორემ პირველად იქ ჩაისახა, ასე ვთქვათ, პირველი ქრისტიანების საკრებულოები, რა, თავად უფალი ეკლესიის დამაარსებელი იქ მოვიდა და იქიდან განიფინნენ მოციქულები, იქ მიიღეს სულიწმინდის მადლი. ეკლესიის დაარსების დღე ითვლება ის უთმოფენობის დღე, ანუ როცა უფლის აღდგომიდან 50-ე დღეს წმინდა მოციქულებმა ზეციდან მიიღეს მადლი უფლისა, საგანგებო, ასე ვთქვათ, ნიჭი და ძალა, სულიწმინდის გარკვეული უნარები და მათ დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ქადაგება, იმ ქვეყნებში უნდა ეკადაგათ, ეს ანუ სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ეკადაგათ და სადაც უნდა ეკადაგათ აი ენებზე აამეტყველა უფალმა ისინი და ამდენად მათ ეკლესია განავრცეს, თუმცა ეს ეკლესია საიდუმლოდ, სულიერად მაინც რჩება ერთი და ყოველთვის იქნება ერთი. იმიტომ რომ როგორც ქრისტეს სხეული არ გაყოფილა ჯვარცმის დროს, ისე იგი ქრისტეს ეკლესია არ განიყოფა. ანუ ეკლესიას გამოეყოფიან, მაგრამ თვითონ ეკლესია არ განიყოფა. ახლა ვთქვათ ჩვენ როგორ უნდა მოვეპყროთ ეკლესიას. ანუ ეკლესია არის ჩვენი სულის გადასარჩენი ადგილი, ეს არის სულიერი ხომალდი, რომელიც ჩვენ გადაგვიყვანს სამქვეყნიური ცხოვრებიდან მარადიულ სასუფეველში, ანუ სამოთხის სანაპიროზე, ნავსაყუდელში. და აქედან გამომდინარე უკვე დანიშნულება ვიცით და მნიშვნელობა ჩვენ ეკლესიისა. მაგრამ ყველაზე მთავარი აქ რა არის, რომ ეკლესია რახან უფლის სხეულია, ჩვენთვის ეკლესია უნდა იყოს უძვირფასესი რამ. რატომ? იმიტომ რომ ესე იგი უფლის სხეული ჩვენთვის აბა წარმოგიდგენიათ, რომ აი ჩვენ ვერ მოვესწარით უფლის სხეულს ასე პირდაპირ შევხედოთ. ჩვენ ვეხებით უფლის სხეულს ზიარების საიდუმლოებაში, როცა ვიღებთ მის სხეულს, არა მის ხორცსა და სისხლს. მაგრამ ვთქვათ, უფალს ეხებოდნენ, ვთქვათ, მისი წმინდა მოციქულები, არა? განსაკუთრებით წმინდა იოანე მოციქული, არა, რომელიც მას მეტად უყვარდა უფალს და იოანესაც უყვარდა, რა თქმა უნდა, წმინდა იოანეს უფალი განსაკუთრებულად და ასევე უფალს ეხებოდნენ, ვთქვათ, სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი, რომ განკურნებულიყვნენ. მაგრამ ჩვენ არ გქონია ის ბედნიერება, რომ პირადად ასე უფალს ხელით შევხებოდით, არა? და რომ გქონოდა საშუალება, ხო, როგორ სათუთად უნდა მოვყრებოდით უფალს, არა? როგორ უნდა მას მოფერებოდით, როგორ უნდა ვთხოვოდით მის წმინდა ფეხებს და დაგვებანა მისი ფეხები, არა? და აი მან ეკლესია დაგვიტოვა, ანუ მან თავისი სხეული დაგვიტოვა. დაგვიტოვა როგორც საიდუმლოდ თვითონ ეკლესია, როგორც მისი ერთიანი სხეული, ასევე დაგვიტოვა თავისი სისხლი და ხორცი სხეულის, ასე ვთქვათ, ნაწილები, არა?
ამდენად ჩვენ განსაკუთრებული გრძნობით უნდა მოვეპყროთ ეკლესიას, არა მარტო სასულიერო პირები, არამედ ყველა ვინც ეკლესიაში ვართ გაერთიანებული. ეკლესია არ არის მხოლოდ სასულიერო პირების ერთობა, ზოგს ასე წარმოუდგენია. ეკლესია არის სასულიერო პირებს პლუს ერი, მორწმუნე მრევლი. ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან არ არსებობს, როგორც მწყემსი არ არსებობს ცხვრის გარეშე და ცხვარი კიდე მწყემსის გარეშე წარმოუდგენელია, ასევე აი იერარქია და მორწმუნე მრევლი ქმნის ერთ მთლიანობას, რასაც ეკლესია ეწოდება. და ეკლესია ჩვენთვის უზურპასესი რომ არის, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. როგორც ჩვენ თქვა, ყველა შემთხვევაში ვეცდებოდით უფლის გვერდით ვაყოფილიყავით, არა? იმ ისტორიულ მოცემულობაში, რომ მას გადავფარებოდით, მასზე გვეზრუნა, მისთვის საკვები მიგვეტანა, სასმელი მიგვეტანა, მისთვის ნაცაცხებლები წაგვეცხო, თქვა, არა? როგორც ეს გააკეთა, თქვა, ცოდვილმა დედაკაცმა, მას თავის ცრემლებით ფეხები დააბანა და ნაცაცხებლებით გაასორველონა მისი ასე ვთქვათ, სხეული, დიახ, და ჩვენ ეკლესიას უნდა მოვეპყროთ ამ გრძნობით, აი ამის თქმა მინდოდა, როგორც აი ეს მონანული დედაკაცი უფლის სხეულს ეპყრობოდა და მის ფეხებს. რაში გამოიხატება ეს? ეს მარტო იმაში კი არ გამოიხატება, ჩვენ უფლის ტაძრები ავაშენოთ და გავამშვენოთ, ეს თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს არ გამოირიცხება, იმიტომ რომ ტაძარში სუფევს ეკლესია. ეკლესიაში კი არ სუფევს ტაძარი, არამედ ეკლესია ტაძარში, ანუ ტაძარი ადგილია და ეკლესია კიდე ყველგან შეიძლება იყოს. არა, პირველ ქრისტიანებს ტაძარი არ ქონიათ, მაგრამ ეკლესიები არსებობდა. ტაძარი არის ადგილი, ასე ვთქვათ, სამოსელი ეკლესიისათვის. და როგორც ტაძრის მშვენიერებაზე უნდა იფიქროს ადამიანმა, აღაშენოს პირველ რიგში, მერე განამშვენოს და დაიცვას მისი სიწმინდე, თქვა შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენებიოს ამ ტაძრებზე და თვითონაც ბუნებრივია მოგზაურობით უნდა მოეპყროს ამ ტაძრებს. ასევე მთავარი ეკლესიას, ანუ სულიერ ეკლესიას, რაც არის უფლის წმინდა სწავლებას, მის მცნებებს, მის დარიგებებს უნდა მოვეპყროთ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით, ანუ იერარქიას, თვითონ ეკლესიურ მრევლს, საკრებულოს და ჩვენი მთავარი მიზანი ცხოვრებისა, ერთ-ერთი მთავარი სულის ცხოვრებასთან ერთად და ეს ერთი მეორეს განაპირობებს, უნდა იყოს ეკლესიის სიწმინდეში ყოფნა, ანუ გამორკვევა პირველ რიგში ჩვენ ვართ თუ არა წმინდა ეკლესიაში. სად არის ეს წმინდა ეკლესია? ანუ უფალმა კი დაგვიტოვა წმინდა ეკლესია, მაგრამ აი სად არის ეს ეკლესია? ჩვენ სადაც ვართ, არის კი ის ეკლესია, არის კი ის ეკლესია, იმ წმინდა ეკლესიის ერთი ეკლესიის ნაწილი, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. აი თავარი კითხვები, რაც ადამიანს უნდა აწვალებდეს. აბა ადამიანი თუ როგორ უნდა გაერკვეს ამ მასალებში? უფალი ამბობს, ეძიებდეთ და იპოვებდეთ. ანუ პირველ რიგში უნდა დააფიქრდეს, შეიგვეცნოს, დაიწყოს კვლევა-ძიება, გამოიძიოს ადამიანს რაც აინტერესებს, ყველაფერს კარგად იგებს. აი მაგალითად სპორტის დიდი მოყვარულები რომ არიან, სულ ზეპირად მოგიყვებიან, აი რომელმა სპორტსმენმა ბურთი როდის გაიტანა, რა ილეთებს ფლობს ესა თუ ის ყველაზე და იმიტომ აინტერესებს ეს საკითხი, იციან, ბოლომდე ამას მისდევენ და პირველ რიგში ჩვენ რა უნდა გვაინტერესებდეს. პირველ რიგში ეკლესია სად არის? იმიტომ რომ ეკლესია ჩვენი სულის გადამჩენელი რახან არის, ამიტომ სად არის ის ხომალდია რა? აი ჩვენ ახლა წარმოვიდგინოთ რომ ვართ სადღაც ოკეანის გაღმა და უნდა გამოვიდეთ ამ მეორე ნაპირზე აუცილებლად და რას უნდა ვეძებდეთ ამ დროს ჩვენ? სად არის ის ხომალდი, რომელიც გამოიყვანს, არა? პირველი დანიშნულება ჩვენი ფიქრისა ეს უნდა იყოს. ამიტომ აი ეს ხომალდი არის ჩვენთვის სამუყვარი რა და უნდა მოვიძიოთ რომელი ხომალდია ჭეშმარიტი ხომალდი, ანუ ნამდვილი, რომელიც წყალს არ გაატარებს და ასე ვთქვათ არ ჩაიძირება და გამოიყვანს და აი ამ ხომალდის ხო, ამ სხვაგანაც წაგვიყვანს, დიახ, და ამდენად ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება უნდა მოანდომოს, რა თქმა უნდა, უფლის სიყვარულის მოპოვებას, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ მან მოიძიოს წმინდა ეკლესია, ის თუ დაბადებიდანვე ამ წმინდა ეკლესიაში, ამას რა სჯობს, მაგრამ ესეც უნდა გააცნობიეროს. ამასაც ისე კი არ უნდა მისდიოს რაღაც მექანიკურად, რომ აი მე ჩემი მამაპაპის რელიგიაში დავიბადე და ახლა მივსდიო მამაპაპის. არა ბატონო, შენი მამაპაპის სარწმუნოება თუ სწორი სარწმუნოებაა, მაშინ უნდა მისდიო შენ მამაპაპის სარწმუნოებას, თორემ რამდენი ადამიანია მსოფლიოში მილიონობით და მილიარდობით, რომ მათი მამაპაპის სარწმუნოება არ არის ჭეშმარიტი, ხო? ამიტომ ჩვენ მამაპაპობა კი არ გვაცხონებს, ჭეშმარიტება გვაცხონებს და ამიტომ პირველ რიგში მოვიძიოთ რა მოძღვრება დაგვიტოვა უფალმა და ესე იგი სად არის ეს მოძღვრება დაცული, ანუ სად რომელ ეკლესიაში უნდა ვიყოთ ჩვენ და სად არის ქრისტეს ეკლესია.
ახლა ეს ისეთი რთული საკითხია დღეს უკვე, რომ ამას ზოგადი პასუხი არ მიუდგება. ეს საკითხი თვითონ სხვა კითხვებს იწვევს უკვე, იმიტომ რომ დღეს რთული ეპოქაა, ურთულესი ეპოქაა, აი 21 საუკუნეში განსაკუთრებით, ახლა ეს მე-20-შიც ასე იყო უკვე მეორე ნახევარში მე-20 საუკუნისა. შეიძლება ითქვას პირველი ნახევარიდანაც უკვე, აი 20-იანი წლებიდან მე-20 საუკუნისა. ისეთი მოვლენები განვითარდა თვით მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, რომ უკვე თვითონ რევლიცია დაბნეულია გარკვეულად, ბევრი ესეთი ბევრი არა შეიძლება რამოდენიმე განშტოება წარმოიქმნა, განხეთქილება ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა გარგება სარწმუნოებისა, თვითონ მართლმადიდებლობისა და მე აღარ ვსაუბრობ სხვა სარწმუნოებებზე, თვითონ მართლმადიდებლობაში მაქვს ძირითადად ამ შემთხვევაში საუბარი. და ამდენად ეს ისეთი საკითხია, მას ერთი და ორი ესეთი ვიწრო საუბარი არ ეყოფა. მე ვცდილობ უფრო ზოგადად ჩამოვაყალიბო საკითხები. ანუ პირველ რიგში ადამიანმა უნდა შეიმეცნოს, ესე იგი თავისი არსებობა, საიდან მოდის ის, ანუ ვისი გაჩენილია, რომ ღმერთი უნდა შეიმეცნოს ადამიანმა პირველ რიგში, შემდეგ უნდა გააცნობიეროს ღვთის სიტყვა სად არის, მისი წერილი, ანუ მისი მოძღვრება, რომელ წიგნებში აღწერილი. შემდეგ შეისწავლოს ეს წიგნები კარგად, შემდეგ ამ წიგნების გაგებას ეცადოს სწორად, იმიტომ არის სწორი გაგება და გადაცემა, რასაც ინტერპრეტაციას უწოდებენ უცხო სიტყვით და ესე იგი შემდეგ იცხოვროს ამ სწორად გაგებული მოძღვრებით. და ეს ყველაფერი ხდება ეკლესიაში. და ამდენად ეკლესიას უნდა მიუძღვნათ ჩვენ იგივე უფალს, მთელი ჩვენი თავი. ვიქნებით კიდე ხალხს უსვამ სასულიერო თუ საერო პიროვნება.